რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501-1504 წლებში, მისი სიმაღლე ადგენს 5 მეტრს. გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარ მრეწველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით, თუმცა საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სათაურებო სასახლეს. დავითი დგას როგორც უდავამოსილი ფიგურა, რომელიც ემზადება გოლიათის მოკვლას, ხოლო ხელში მისი შურდული მზად არის გიგანტთან დასაკავშირებლად. იყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის გუმბათზე გამოსატანად. ქანდაკებას აქვს არაპროპორციულად დიდი ფეხები და დიდი მარჯვენა ხელი. ზოგიერთი ხელოვნების ისტორიკოსის აზრით, მიქელანჯელომ ხელი დიდი გახადა დავითის მეტსახელის მანუ-ფორტის წარმოსაჩენად, რაც ხელის ძლიერს ნიშნავს. ტრადიციულად დავითი აჩვენეს როგორც ტრიუმფატორი მკვდარ გოლიათზე, მისი გამარჯვების შემდეგ მხატვრების მიერ, მათ შორის ვეროკიო, გიბერტი და დონატელო, მაგრამ მიქელანჯელომ პირველად გამოსახა დავითი ბრძოლის წინ. მიქელანჯელომ დავით შეუთავსა კონტრაპოსტოს ელემენტი, რითაც დააბალანსა ქანდაკების წონის უმეტესი ნაწილი ერთ ფეხზე. ამან ქანდაკებას გარკვეული მოძრაობა მისცა, რაც მას დღეს ცოცხლად აქცევს. მიქელანჯელომ გამოიყენა მშვიდი და საბუღი, რომელიც ცნობილია როგორც ტრამპანო, დავითის თვალებისა და ხვევლის თმის მოსაჭრელად. მან გამოიყენა მხოლოდ დაკბილული ღეროები იმ შედევრის მოსამოსაჭრელად, რომელსაც დღეს ხედავთ. მიქელანჯელოს დავითმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა შექმნიდან მალევე, როგორც აღორძინების ეპოქის სიმბოლო და თავად ქალაქის წარმოდგენა.